Საგზაო პოლიციის სფეროში მოლდოვა საქართველოს გასვლითი პროგრამის ფარგლებში თბილისის მოლდოვისა და დიდი ბრიტანეთის ერთობლივი დელეგაცია სტუმრობს დელეგაციის წევრებმა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შენობა დაათვალიერეს და უწყების მუშაობის დეტალებს გაეცნენ. პროექტი უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის ალიანსისა და მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით ხორციელდება. გასვლითი პროგრამა ორ ქვეყანას შორის ინფორმაციისა და იდეების გაცვლის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. მოლდოველი სტუმრები ბოლო ხანებში პოლიციის სფეროში გატარებულ რეფორმებს დეტალურად გაეცნობიან და მოგვიანებით სიახლეებს უკვე საკუთარ ქვეყანაში დანერგავენ. მოლდოვა დაინტერესებულია თავადაც განახორციელოს პოლიციის ის რეფორმა, რომელიც საქართველოში წარმატებით დასრულდა. ეს რეფორმა კორუფციასთან ბრძოლას მოიცავდა და თქვენმა ქვეყანამ ამ მიმართულებით უამრავი პროგრესული ნაბიჯი გადადგა. ახლა სწორედ ამ რეფორმის სპეციფიკას ვეცნობით იმისათვის, რომ ანალოგიური ცვლილებები ჩვენ ქვეყანაშიც დავნერგოთ. აქ გამოცდილების გასაზიარებლად ჩამოვედით. საქართველოს კორუფციასთან ბრძოლაში ერთ-ერთი ლიდერი ამ ეტაპზე. ის რაც აქ ვნახეთ, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყანასაც შეუძლია უმაღლეს სტანდარტებს გაუწოდოს და ბევრს მიაღწიოს. Თქვენი მიღწევები ჩვენთვის ერთგვარი სტიმულია და ვეცდებით, რომ ანალოგიური რეფორმები ჩვენს ქვეყანაშიც გავატაროთ. ჩვენ დათავართ, რომ ყველა ის ნაბიჯები, რაც გამოვიარეთ დღევანდელ დღემდე, გავასწროთ საქმის ჩავაყენოთ ისინი მივაწოდოთ ტექნოლოგიებზე ინფორმაცია მაქსიმალურად, სტრუქტურაზე მაქსიმალურად ინფორმაცია თუ რა არის საჭირო ამისთვის, აბსოლუტურად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ იქაც მათთანაც მოლდოვეთში იგივე ნაბიჯები გადაიდგათ, რაც ჩვენთან.